თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდა. დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით ანდრო ჭიჭინაძის მეგობარი, მსახიობი გიგა დათიაშვილი დაიკითხა. როგორც მსახიობმა განმარტა, ეს ადამიანები იმის გამო არიან დაკავებული, რომ თავისუფალ ნებას გამოხატავდნენ. მსახიობმა გაიხსენა მისი და ჭიჭინაძის ურთიერთობა. მან ასევე განმარტა, რომ ანდრო ჭიჭინაძე სპეცრაზმელების მხრიდან განხორციელებული ქმედებებით დაზიანებულ ადამიანებს ეხმარებოდა. მან დეტალურად ისაუბრა, თუ რა ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენების საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას. ანდრო მითხრა, სუსიდან გამოჟონილი ინფორმაცია გავრცელდა დასაჭერი ადამიანების სიარის, რომელშიც ვარო. უთხარი, რომ თუ სიმართლე იყო, თავი აერიდებინა. მითხრა, არა, არ მეშინიაო და ყოველდღე დავდიოდით აქციებზე. თუ აქციაზე გახვალ ძალიან მარტივი გასარჩევია, ვინ არის პროვოკატორი და ვინ არის აქციის მონაწილე. როცა მშვიდობიანად ხარ შენ განწყობილი აქციაზე, ხვდები ვინ აფუჭებს იქ სიტუაციას. იმიტომ რომ აქციის მონაწილე, რომელიც მშვიდობიანად არის და რაღაც კონკრეტული მიზნისთვის არის გასული აქციაზე, ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ პოლიციას არ მისცეს ლეგიტიმაცია იმის, რომ დაიწყოს პოლიციამ აქციის დაშლა. მე მაგალითად ეგეთ ფაქტს შევესწარი, როდესაც ერთ-ერთმა ნიღბიანმა ადამიანმა რაღაც აიღო და ისროლა პოლიციის მიმართულებით. კონფლიქტი მოხდა აქციის მონაწილეებსა და ამ ადამიანს შორის. რატომ ისროლა? საბოლოო ჯამში გაირკვა. ნიღაბი მოხსნეს აქციის მონაწილეებმა ამ ადამიანს. აღმოჩნდა, რომ დიდუბის პოლიციაში მუშაობდა. მერე ძალიან დიდი კონფლიქტი მოხდა. მან არც უარყო ეს, არც თქვა, მან ვმუშაობო. პროვოცირებდა, რომ რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მიეცა. მე რაც ვნახე, ერთი მაგალითი იყო. ძალიან ბევრი იყო ასეთი შემთხვევა, რომ ვიღაც ადამიანები მოვიდოდნენ, ესროდნენ რაღაცებს პოლიციელებს, რომ შემდეგ ამ პოლიციელებს ქონოდათ ლეგიტიმაცია აქციის დაშლის. ეს იყო რაღაცნაირი მაგათი მეთოდი, რომ ვიცოდით ახლა რაღაც ჯგუფი გამოჩნდებოდა და ვიცოდით, რომ ახლა დაგვშლიდნენ, იმიტომ რომ ისინი რაღაცას პროვოცირებდნენ. დღევანდელ ხტომაზე დაცვის მხარის კიდევ ერთი მოწმე ანა ინგოროყვა დაიკითხა, ისიც მსახიობია. მან გაიხსენა ნოემბერ-დეკემბრის აქციები. მოხვა თუ რატომ დადიოდა მათი სამეგობრო აქციაზე. ისაუბრა მათი საუბრების შინაარსიც. ხტომაზე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის თორნიკე მიგინეიშვილის მოწმეები იყვნენ, ასევე ლექტორი ნინო წიქარიძე და მსახიობი არჩილ სულაქველიძე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ანდრო ჭიჭინაძესთან ერთად დადიოდნენ მუდმივად აქციებზე, მათ შორის 28 და 29 ნოემბერს. ასერთად იყვნენ, იმყოფებოდნენ, იციან რატომ იყო ანდროიდ, იციან რომ ის ანდროიდ სამშვიდობიან და ევროპულ მომავალს და არ იყო იქ იმის დაზიანების განზრახვით. დღევანდელმა ვიდეო მასალამ ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა ის გარემოება, რომ რევას ჭიჭინაძის საქმეში ადგილი ქონა არადამიანურ მოპყრობას და ასევე ოქმების გაყალბებას და დაკავების ადგილის გაყალბებას. სასამართლო განხილვის მერვე თვეს ბრალდების მხარემ ჯგუფური ძალადობის საქმეზე მტკიცებულებების შესწავლა დაასრულა. პროკურორებმა გამოკითხეს მოწმეები და შეისწავლეს მტკიცებულებები. როგორც ადვოკატები ამბობენ, ვერც ერთმა სამართალდამცველმა ვერ ამოიცნო ბრალდებულებში თავიანთი დამზიანებელი. ხტომაზე ძირითადად ყველა მოწმე ერთსა და იმავეს იმეორებდა, რომ იყო სიბნელე და ამიტომ ვერ მოახერხეს დაენახათ, ვისი ნასროლი ქვა ან პიროტექნიკით დაზიანდნენ. რაც შეეხება ვიდეო მტკიცებულებებს, ადვოკატების განმარტებით ვიდეოებში მხოლოდ სროლის კადრებია. არ ჩანს სადეცემა ნასროლი გაურკვეველი ნივთები და ხვდება თუ არა ის პოლიციელებს. ასრო ბრალდების ხარ თავის მოწმეების და მტკიცებულების გამოკვლევა, რა თქმა უნდა, რაც პირველ ეტაპზე ცხადი იყო, არანაირ დანაშაულებას არ ქონდა ბიჭების მხრიდან ადგილი, რა თქმა უნდა, ყველა მოწმე ვინც მოდიოდა ვერანაირ კონკრეტიკას ვერ მიუთითებდა სასამართლოს თუ რატომ არის რომ იქნება ეს ანდრო, იქნება ეს ირაკლი ქერაშვილი, ვასილ კაძერაშვილი თუ სხვა თუ რა ქმედება ჩაიდგინეს მათ, რა სახის ზიანი მიაყენეს მათ. თავი რა თქმა უნდა ვერანაირ ვერ დგინდება რაიმე სახის შეკავშირება ამ ადამიანების როლების განაწილება და რა თქმა უნდა პროკურატურამ ვერ გაართო თავის ვალდებულებას, რაც მას აკისრია. ბრალი არის დაუსაბუთებელად წარდგენილი და აღნიშნული ცხადად ჩანს სასამართლოში გამოკვლევა მტკიცებულებები. დაკავებულებს ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურა მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევას კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.